ახლა ჩართვა გვექნება ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რომელიც ამჯერად ისე იგი ჩვენი ნინო გელოშვილი სტუმრობს წიგნის მუზეუმს და იმ სივრცეში არსებულ მიმდინარე ექსპოზიციას. ნინო, დილამშვიდობისა, თუ გესმის ჩვენი და გვინდა უკვე გაგვაცნო ეს იგი რა ხდება მანდ. დილამშვიდობისა. ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, ვიქტორ ჰიუგოს, დიმიტრი მენდელეევისა და სხვათა უნიკალური ავტოგრაფიანი წიგნები. სად ვიხილავთ ამ შესანიშნავ ექსპონატებს თუ არა წიგნის მუზეუმში. წიგნის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის განთავსებული და ის 2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა. აქ წარმოდგენილია ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორია. ჩემთან ერთად ახლა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ხელმძღვანელი შორენა ოსიპოვა არის და მასთან ერთად უფრო მეც გავიგებთ ამ მუზეუმის შესახებ. დილამშვიდობისა. უპირველესად რომ მოგვიყვეთ, საიდან დაიბადა წიგნის მუზეუმის შექმნის იდეა? იდეა დაიბადა 1957 წელს, როცა შედგა ძველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოფენა, რომელიც საქართველოში არ მიმდინარეობდა და ამას დაესწრო გალაქტიონ ტაბიძე. მან გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი გამოფენა ყოფილიყო მუდმივი. ეს ჟურნალი, შთაბეჭდილებების ჟურნალი, სადაც გალაქტიონ ტაბიძემ ჩაწერა თავისი სიტყვა, ინახება ჩვენთან იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში და ეროვნული ბიბლიოთეკის ძველმა გამგემ ფერიდე კვაჭანტირაძემ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის, გამოთქვა ეს სურვილი, რომ ნამდვილად გალაქტიონის ოცნება ასრულებულიყო და ყველა შესძლებოდა ენახა ძველნაბეჭდი ქართული წიგნები და არა მარტო. 2017 წელს მოხერხდა წიგნის მუზეუმის გახსნა, სადაც მართლაც წარმოდგენილია მთელი ისტორია ქართული წიგნისა, მაგრამ გარდა ამისა გვაქვს კიდევ ცვლადი გამოფენები, იმიტომ რომ ეს განყოფილება ძალიან ბევრ საინტერესო ექსპონატს ინახავს და დღესაც წარმოდგენილია მოგზაურობის წიგნები, ანუ ევროპელი მოგზაურები აღმოსავლეთში, რამაც ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. სანამ მიმდინარე ექსპოზიციის დათვალიერების ნაწილისკენ გადავალთ, მე მინდა გკითხოთ წიგნის მუზეუმის შესახებ, რამდენადაც ვნახე 4 ნაწილისგან შედგება, ცალკე ნაწილი ეთმობა, ასევე ვეფხისტყაოსანს, ხო? დიახ, ვეფხისტყაოსანს ცალკე დარბაზი ეთმობა, აქ ინახება 50 ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რა თქმა უნდა, უმეტესობა გამოცემებისა ქართულია, თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი ჩინური, მაგალითად, უამრავი რუსული და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნები და ყველაფერი ეს მოთავსებულია ერთ კარადაში. უძველესი ვეფხისტყაოსანი, როგორც მოგეხსენებათ, 1712 წელს ვახტანგის ტამბაში დაიბეჭდა. აქ გამოფენა, როგორც ასეთი არ არის, წიგნის კარადაა, სადაც არის განთავსებული ყველა ეს წიგნი ერთად. კი ბატონო, და ახლა შეგვიძლია უკვე რომ ექსპოზიციის დათვალიერების ნაწილისკენ გადავინაცვლოთ და საიდან მოიძიეთ ეს ექსპონატები, რომ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ამ ექსპონატების მოძიება? ეროვნული ბიბლიოთეკა მართალია დღევანდელი სახით არა, მაგრამ ზოგადად საჯარო ბიბლიოთეკა 1856 წელს დაარსდა თბილისში და იმ დროიდან მოყოლებული ეს ბიბლიოთეკა აგროვებდა ყველაფერს საქართველოს, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ. ამიტომ მათ შეაგროვეს ძალიან საინტერესო კოლექცია, მათ შორის მოგზაურობებისა და აღმოჩნდა უნიკალური წიგნებიც. მათთვის ეს დიდ საოცრებას არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ თავიანთი ეპოქის წიგნები იყო, მაგრამ დღეს ესენი ძალიან ფასობს, იმიტომ რომ მრავალი მათგანი არის მცირე ტირაჟიანი და ნაწილი არის გაფერადებული ხელით, იმიტომ რომ 19 საუკუნის დასაწყისში ფერადი ბეჭდვა ჯერ არ არსებობდა. მაშინ დავათვალიეროთ, დავიწყოთ და ეს რიგრიგობით გავუყვეთ ამ ექსპონატებს. პირველი ექსპონატის შესახებ გითხარით, აბა? პირველი ექსპონატის შესახებ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს საქართველოს არ ეხება, თუმცა აი ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, რუკაზე რომ არის გადაშლილი. ვინმე ფრეიგანგის, უილიამ ფრეიგანგის სახელი აწერია, ეს არის წერილები საქართველოდან და კავკასიიდან, მაგრამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს წიგნი უილიამს არ დაუწერია, არამედ დაწერა მისმა მეუღლემ, რომელიც წერილებს უგზავნიდა თავის მეგობარ ქალს. და აი სწორედ აი ამ დღიურებისგან და ჩანაწერებისგან შედგება ეს წიგნი და მოგვითხრობს იმ დროინდელი მოგზაურობის და დროინდელი საქართველოს შესახებ, მათ შორის აი ახალგაზრდა ქალის თვალით დანახულ შთაბეჭდილებებს.
ფერადი ილუსტრაციებიც არის ხომ როგორც ხდება? დიახ, ფერადი ილუსტრაციები, ეს საინტერესო მოგზაურობა არის, ეს ინგლისელი ოფიცერი მოგზაურობდა ინგლისიდან სამხედრო მისიით მიემგზავრებოდა ინდოეთში და მათ შორის გამოიარეს საქართველოც. საქართველოს შესახებ სამწუხაროდ ფერადი ილუსტრაციები ამ წიგნში არ არის. ახლა ამ ვიტრინისკენ გადავიდეთ და ესეც დავათვალიეროთ. მე რამდენადაც ვიცი, სკოლის მოსწავლეები თქვენც ახსენეთ, ასევე ხშირად სტუმრობენ ხოლმე აქ მიმდინარე ექსპოზიციებს. დიახ, ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის, გარდა იმისა, რომ ისინი სკოლაში გადიან ვახტანგ მეექვსის სტამბას და აქ ერთადერთი ადგილია, სადაც შეუძლიათ რომ ეს წიგნები დაათვალიერონ. გარდა ამისა, ჩვენთან არის პრესის მუზეუმიც, სადაც განთავსებულია პირველი ქართული გაზეთი და ზოგადად ის პერიოდიკის ბეჭდვის ისტორია საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით ფერადოვანი და საინტერესო ეს ცვლადი გამოფენებია მათთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები და ფიზიკურად ვერ შეძლებს რომ მთელი ექსპოზიცია დავათვალიეროთ, მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა უკვე შეიტყო ამ ძალიან საინტერესო გამოფენის შესახებ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვა და იქამდე სანამ დაგემშვიდობებით მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი არის პირველი წიგნის მუზეუმი საქართველოში და ერთადერთი მუდმივ მოქმედი გამოფენა, სადაც უნიკალური გამოცემები და კოლექციები არის დაცული, ხოლო მიმდინარე ექსპოზიციის შესახებ გეტყვით იმას, რომ მარტის ბოლომდე შეგეძლებათ მისი მონახულება. ძალიან დიდი მადლობა ნინი, უღმესი მადლობა. ძალიან კარგი ინფორმაცია იყო განსაკუთრებით ბოლოს ნინისგან და მადლობა ამ ჩართვისთვის. ვფიქრობ რომ ბევრი დაინტერესებული პირი ეწევა მუზეუმს.